მე არ მახსოვს აი მართლაც დამოუკიდებელ საქართველოს 91 წლის შემდეგ რომ არჩევნებს ამ დოზით დაეკარგოს თავისი ნიშნულობა და თავისი გავლენა. ეს მე არ ვიცი ხა ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია ჩვენი მდგომარეობის. აი ჩვენ ჩამოვთვალეთ ზოგიერთი კანონი, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ აბსურდში აღმოჩნდებოდით, მაგრამ რეჟიმს ჯერ კიდევ აქვს ხო მათი აღსრულების მექანიზმები და სანამ აქვს მათი აღსრულების მექანიზმები. კიდე რას მოიგონებენ კაცმა არ იცი ხო? არ გამოდის ეს კანონები, იმიტომ რომ მოქმედებს ადამიანთა ცხოვრებაზე. და აი ამ კონტექსტში რომ ვისაუბროთ პროტესტის მომავალზე, იმიტომ რომ არჩევნები აღარ არის ამ ქვეყანაში, ჯერჯერობით ასე გამოჩნდა რაღაც ტიპის დამხობისკენ მოწოდებას ხალხი ყოველ შემთხვევაში ბრმად და გეგმის ცოდნის გარეშე არ გაყვა ფაქტია, რჩება მესამე გზა გრძელვადიანი პროტესტის გაგრძელების, კრიზისის შენარჩუნების და ამ გზით რაღაცნაირად რეჟიმის მორყევის. თუმცა ამას აქვს მეორე მხარეც, ხო, რეჟიმი ყოველდღურად გაზარალებს, ინფრასტრუქტურას გიშლის, გიჭერს ადამიანებს, გაცლის სხვადასხვა რესურსი მილევადია, ანუ სამწუხაროდ ეს თქვენ აი ამ ბრძოლის გაგრძელების გზას. იცით რა, ერთადერთი რამ გონია ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი, ეს არის რუტინული პროტესტის გაგრძელება და გაძლიერება. იცით რა, თუ დააკვირდებით, იყო რასაკვირველია როგორც პროფესიით გადაწვა არსებობს, ასევე პროტესტით გადაღლის ფენომენი არსებობს. შეუძლებელია რომ ეს არ გავითვალისწინოთ, შეუძლებელია, მაგრამ გარკვეული შესვენების შემდეგ თუ გარკვეული პაუზის შემდეგ პროტესტი იწყებს, ასე ვთქვათ, ხელახალ სუნთქვას, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ჩვენ ხედავთ, რომ რუსთაველის გამზირზე ადამიანთა რაოდენობა იმატებს. არა? და საჭიროა ამ ეს რუსთაველის გამზირი ამ შემთხვევაში სიმბოლო პროტესტის, ძალიან მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, ამ სიმბოლოს რო ანგარიში არ გაუწიოთ არაფერ შეიძლება, რა თქმა უნდა, ცენტრი ეს არის, მაგრამ საპროტესტო მოძრაობა უნდა გაგრძელდეს. შორის უნდა გაგრძელდეს ყველა წინააღმდეგობის მოძრაობა, მოდი ასე დავარქვათ, უნდა გაგრძელდეს ყველა შესაძლო ასპარეზზე, იქნება ეს ქუჩაში, იქნება ეს არ ვიცი, აკადემიაში, იქნება ეს სოციალურ ქსელებში, იქნება ეს მედიაში, ვიცით რომ ყველაფერი ყველა ინსტიტუტი რაღაცნაირად რესურსების ამოწურვის რისკის წინაში აი თქვენ მედიის წარმომადგენლები ხართ და ვიცით, ყველა მიწის მედია რა დღეშია, ხო? მაგრამ ჩვენ ხომ მაინც ვიბრძვით. თქვენ იბრძვით, ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, მე ვარ აკადემიის სფეროს წარმომადგენელი, ხო? საუნივერსიტეტო სივრცის წარმომადგენელი. იქ არის ხალხი, რომლებიც ერთმანეთს ვამაგრებთ და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად რაც ამ ხელისუფლებას ნერვებს უშლის და რასაც ისინი არ ელოდნენ, მეგობრებო, პირდაპირ უნდა თქვათ, რომ ეს არის სოლიდარობა. ოღონდ ერთ რამეს უსურვებდი, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიზარდოს სოლიდარობის ხარისხი. სოლიდარობის ხარისხი არნიშნავს ერთმანეთის შეყვარებას, ან ერთმანეთთან დამეგობრებას. არა, მაგრამ თანამშრომლობას აუცილებლად ნიშნავს. თქვენ აი ამ ოპოზიციურ მოძრაობას უკვე 1 წელია არ ყავს არ აქვს პოლიტიკური შემადგენელი, არა? ფაქტია ეს, ახლა ჩვენ ხო იქ რასაკვირველია ხედავთ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, მაგრამ ეს ლიდერები იქ მოდიან როგორც მონაწილეები, ხო? ისინი არ მოდიან როგორც ორგანიზატორები, ხო? საჭიროა რომ რაღაც სადავეები ხელში აიღონ ოპოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელთა დიდი ნაწილი ციხეშია, მაგრამ დარჩა გარეთ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. საჭიროა მათი ჩართვის ხარისხი გაიზარდოს, ოღონდ არა იზოლირებულად ერთმანეთისგან, არამედ კოორდინირებულად. თუ შეძლებს ოპოზიცია იმას, რომ ერთმანეთის ჩაძირვაზე უფრო მეტად ერთმანეთთან თანამშრომლობაზე იფიქრონ, ეს აუცილებლად იქნება ღირებული დამატება ამ პროცესში. ბატონო, არის ასეთი მოსაზრებაც, რომ კარგია ეს ფრაგმენტაცია დიდ სურათში, იმ გაგებით, რომ უფრო გამოიკვეთეს სიცხადე შემოდის, პასუხისმგებლობები დგება და ეს მნიშვნელოვანია. ანუ თქვენ ხედავთ, რომ დიდ სურათში მაინც კოოპერაცია ჯობია. რასაკვირველია კოოპერაცია ჯობია. იმ შემთხვევაში, როდესაც რესურსები არის
აი რესურსები არ იწურება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სუსტდება შენაკადი რო არ დაიკარგოს პროტესტის შენაკადი საჭიროა მას შეუერთდეს რაიმე სხვა შენაკადი ხო და ასე შექმნან ძლიერი ნაკადი მეტნაკლებად ძლიერი ნაკადი ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება თან არ დაგვავიწყდეს მე არ ვარ მაინდამაინც ნიჰილისტი ამ მიმართულებით იმიტომ რომ თქვენ ხო გახსოვთ რომ იყო ამის მცდელობა წარმატებული მცდელობა სამწუხაროდ ფრაგმენტული მაგრამ იყო მაგალითად 26 ოქტომბრის არჩევნების წინ გარკვეული კოოპერაცია თანამშრომლობა შემდეგ იყო სალომე ზურაბიშვილის ასე ვთქვათ კუთქვეშ თუ შეიძლება ასე ითქვას ხო საჭიროა რომ ეს ძალისხმევა განახლდეს და ამას შეიძინოს ახალი ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს ამის მიუხედავად წყენებისა არჩევნებმაც თავისი ხნა და აქეთ აბსოლუტურად მაგრამ შესაძლებელია ამ წყენების კონფრონტაციის კუნთის მეხსიერება არსებობს მინიმუმ რომ რაღაც შეფუთვით კამპანიები იყო მინიმუმ ჩატარებული წინა თვითმმართველობის არჩევნები მაგალითად. უნდა და ნუ გადავხედოთ იგივე ევროპას კოალიციური მართვის უზარმაზარი გამოცდილება აქვს და კოალიციაში მყოფ პარტიები ზოგჯერ ვერ იტანენ ერთმანეთს მშვენივრად იცით და საშინლად აკრიტიკებენ და ჭირდება რომ ერთმანეთი უყვარდეთ. არც აბსოლუტურად არ ჭირდება. ძალების გაერთიანებაზეა საუბარი. ძალების გაერთიანებაზეა საუბარი. თუნდაც პრაგმატული მიზნი ძალების გაერთიანებაზე იმიტომ რომ ერთიან ძალას ასე მორევის ნაკლები რისკი აქვს ვიდრე აი ეს იზოლირებულ ძალისხმევას